ადმინისტრაციული ჯარიმების გამოყენების ინტენსივობა და დაუსაბუთებელი ხასიათი მიუთითებს, რომ მათი მიზანი პროტესტის მონაწილე მოქალაქეების დაშინება, პროტესტის შესუსტება და აქციის მონაწილეებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნა. განცხადება ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმის საქართველოს ევროპული ორბიტის დაფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა. მისი თქმით, გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკვეტვის ბრალდებით დაჯარიმებული მოქალაქეების საქმეებში პოლიციის მიერ წარდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით მოქალაქეთა მხრიდან გზის უკანონო ბლოკირების ფაქტები არ დასტურდება. მისი შეფასებით პროევროპული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სისტემური პოლიტიკის აღსრულებაში კოორდინირებულად მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლოები და საქართველოს პარლამენტი. ამჯერად ჩვენ გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმ ბოლოდროინდელ პრაქტიკაზე, რაც გულისხმობს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მძიმე ფინანსური სანქციების დაუსაბუთებლად გამოყენებას. აღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს რეპრესიის იარაღს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და თავისი სიმძიმით უტოლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და არის არადემოკრატიული, არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს და წარმოადგენს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უკანონო, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გაგრძელებას. ძალიან დიდი მადლობა იმ კომპანიას, რომელმაც თავისი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ამ აქციების პერიოდში. 13 ბიზნეს ასოციაცია იცით, რომელიც ძალიან აქტიურობდა ამ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა ამ კომპანიას და ამ ბიზნეს ასოციაციას შევხვდეთ, ვესაუბროთ ამ არსებულ პრობლემებზე და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ მაქსიმალურად იაქტიურონ იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც მართლა რომლის წინააღმდეგაც ფინანსური სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს, შეძლონ აი ამ ჯარიმების გადახდა.